პირველი ჩემი გაოცება, რაც იყო და პირველი ესე რომ ვთქვა შეცვლა ემილიას რომ დავინახე, ეს იყო დაახლოებით ბაღში რომ დაიწყო სიარული 3 დღეში, იმიტომ რომ ემილია სადაც არაფრით არ იყიდებდა ზურგჩანთას, ანუ მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მე უნდა მეტარებინა და უკვე ბაღში რომ დაიწყო სიარული, მესამე დღეს უკვე თვითონ მომთხოვა, რომ დამკიდეო ზურგჩანთა, რომ ჩემით უნდა წავიდე. არ ეხმარებიან თვითონ, ასწავლიან, რომ თავისი თუნდაც პირად ჰიგიენას მიხედოს და აუცილებლად თავისი ტრუსები თვითონ უნდა მოიწიოს, ანუ მასწავლებელი მას არ უწევს. თავიდანვე მივხვდი, რომ აუცილებლად ამას და ემილია მე გთხოვდა, რომ არა, მე თვითონ უნდა გავაკეთო, ასევე ფეხსაც მას თავისით, როცა და უფრო ხშირად ბავშვები ხო იხდიან ფეხზე არა და რა თქმა უნდა ემილიაც იხდის დაწიგნებული ვარ. აუცილებლად ფეხსაცმელი თვითონ უნდა ჩაიცვას და ამიტომაც არის თასმიანი ფეხსაცმელი, ძნელად შესაკრავი ფეხსაცმელი, თავიდანვე გითხრეს, რომ არ უნდა ჩავარწვათ. მშობელი ექსკურსიაზე ბავშვებს არ მიყვება, ბავშვები თვითონ მიდიან, აქვთ მათ ზურგჩანთებში, არავის არ მეფის ზურგჩანთები თვითონ უნდა ატარონ, თვითონ უნდა ავიდნენ დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, იქ მასწავლებელი აუცილებლად მიყვება და ეხმარება, მაგრამ ესეც დამოუკიდებლად ხდება, ისინი მშობლებთან ერთად არ არიან, ანუ უკვე ექსკურსიაზე ემილია 3 იყო 1 წლის განმავლობაში და არც ერთი მშობელი არ გაყოლია.